სხვადასხვა კანონპროექტების განხილვას გააგრძელებენ პარლამენტში მიმდინარე კვირას რიგერე შესხდომების ფარგლებში. ინიციატივების ნაწილი მესამე მოსმენით განიხილება. მათ შორის არის პოლიციის შესახებ კანონში ცვლილებები. იმსჯელებენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ, ასევე ყოფილი სამხრეთ osეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ საქართველოს კანონების ძალადაკარგულად გამოცხადებაზე. დეპუტატები მესამე მოსმენით განიხილავენ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ კანონპროექტში დაგეგმილ ცვლილებებს. იმსჯელებენ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზეც. პარლამენტი ასევე გეგმავს რამდენიმე კანონის დაჩქარებული წესით მიღებას. რიგერე შესხდომების მოწვევისთვის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე პრეზიდენტს მიმართავს. ხდომები დაგეგმილია ხვალდაზე, ხოლო საშემოდგომო სესია დაიხურება 19 დეკემბერს. ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციის მოთხოვნას, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება მისცეს ხმა, არჩეული იქნეს, მაგრამ ვერ დაუშვებთ იმას, რომ მოქალაქეების ნებაზე ზეწოლა ხორციელდებოდეს, როგორც მეორე სხვა მოქალაქეების მხრიდან, რაც სამარცხვინოა, ასევე ის ადმინისტრაციები კონკრეტული ქვეყნების, რომლებიც ღიად არიან შეტევაზე გადმოსული და ზოგი აქ საგარეო საქმეთა მინისტრს აგზავნის, განცხადებებს აკეთებს საპირისპიროდ იმისა, რასაც ევროპული ინსტიტუტები პოზიტიურ დასკვნებს დებენ საქართველოში. ასეთი უსამართლო დამოკიდებულების პირობებში რასაკვირველია, ჩვენ ყველა უნდა დავიცვათ, რომ ხმის მიცემის საშუალება ქონდეს თავისუფალ გარემოში და ესეთი თავისუფალი გარემო თავის ელექტრონული სისტემით არის საქართველოში.